მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. ძვირფასო მეგობრებო, დავიწყებ რაღაცების, ორი კვირა ეთერში არ ყოფილვართ. შემაჯამებელი კვირა გვექნება. მოკლედ უკვე მეორედ შეიკრიბა უშიშროების საბჭო და მეორედ არ დაესწრო ბიძინა ივანიშვილი ამ სხდომას. კითხესო რომელ საათზე იმართებაო ეს სხდომა? 6-ზე იწყებაო და რომლამდე გაგრძელდებაო? სადღაც შეიძლება 11-ის ნახევრამდე გაგრძელდეს. მე ღამის თევით კი არა ვარო კაცო მანდ. ბიძინამ თქვა რომ რატომ უნდა დავესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას, როცა ქვეყანაში საინტერესო არაფერი არ ხდებაო ახლა ისეთი. რა უნდა დავესწრო. მაშინ მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ეს გახლავთ საქართველოს რუკა. უყურეთ. საქართველოს რუკა, ესე იგი რუსები არიან მოსული აი აქამდე. აქამდე არიან მოსული რუსები. ეს არის თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, ხო? შეხედეთ რა ფხელა მანძილია. 1-3 რო არ მიხვიდეთ კიდე უშიშროების საბჭოს სხდომას, პრობლემა კი არ არის. არაფერი პრობლემა არ არის, რა უჭირს ახლა. არანაირი. ასევე პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ან საერთოდ რად მინდა ისეთ სხდომაზე მისვლა, სადაც გენერალური მდივანი მალე უნდა დავიჭირო. არა, გულით მიგრძნობსო, თორე მე პროკურატურის საქმეებში კი არ ვერევი კაცო. ისე მიგრძნობ გულია მე პროკურატურის საქმეებში რანაირად. არ ვერევიო და რანაირად. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც თალიბები ემუქრებიან საქართველოს და 1000 რაღაცას ამბობენ. გამოძიებამ დაადგინა რომ ეს ვიდეოები დამზადებულია საქართველოში, მეც ვნახე და მივხვდი რომ მართლა საქართველოშია დამზადებული, რადგან თალიბები საუბრობენ შერჩევით სამართალზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და სააკაშვილის უმსგავსობებზე. აბა სად არის დამზადებული, გამაგებინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა სად დამზადდა ეს ვიდეოები, ვინ დაამზადა და ვინ გააკეთა. ეხლა მსჯელობენ იმაზე რომ დაადგინონ ვისი ბრალი იყოს ეს ყველაფერი. ალბათ ყველაფერს საბოლოოდ იმას დააბრალებენ, ვისაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ან გიგი უგულავას, ან დავით ბაქრაძეს, ან სავაშ ბალდარს. ეს სამი არის ჯერჯერობით ესეთი პოპულარული. მოკლედ ისე გაიწელა ამ ვიდეოების გამოძიება, ისე გაიწელა, რომ აშკარად არ არის ნაციონალების გაკეთებული. აბას ეთყობა. ვიღაცამ Facebook-ზე დაწერა, რომ თალიბების ვიდეოები დამზადდა ბერას სტუდიაშიო, მე ერთ-ერთმა ნაციონალმა პატარა ბიჭმა გააზიარა ეს ყველაფერი და დაიბარეს მოდულის შენობაში. ალბათ მალე ახალი მუხლები შემოვა, Facebook-ზე სტატუსის გაზიარება 3 და 5 წლამდე იქნება და დალაიქება უკვე ადმინისტრაციული სასჯელი 200, 400 ლარი, 500. ხო, იმიტომ რომ 100 ლარი არის ადამიანის ცემაზე და 400, 500 ეს უკვე ცოტა მძიმეა ახლა. დალაიქე ახლა ეს მოგწოს ეს ყველაფერი. ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ივანიშვილი წარსდგა საინტერესო ბანერის ფონზე, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ფოტოსურათი. კონფერენციის გახსნა მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ესო წაიკითხა ბიძი და აღშფოთდა. ეს რა დაგიწერიათო, მისი აღმატებულებაო. რა არის მისი აღმატებულება? ვისი აღმატებულება დაგეწერა ჩემი აღმატებულება. მისი აღმატებულება რა არის? ჩემი აზრით ეს შემოკლებული წარწერაა და უნდა ეწეროს ესე, მისი აღმატებულება პრემიერ-მინისტრის სრულიად საქართველოისა, ოვსთა და აფხაზთა, რანთა და კახთა, ლათთა და ჭანთა, ესეთი წარწერა უხდება ამას. ჩემი აზრით ეს წარწერა ეწერა ალბათ შეცდომით, იმიტომ რომ მისი აღმატებულება ითქმის პრეზიდენტზე, ხოლო პრემიერ-მინისტრზე უნდა დაეწერათ მისი უმყისიერესი ჩამკითხველობა. შეიძლება ესეთი რაღაცა. დიდი ბოდიში თქვენ აღმატებულება თუ ესეთი წამობთ და ბოდიში. გავაგრძელებ. განათლების სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ უნივერსიტეტების რექტორები დანიშნოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა, ძალიანაც კარგი რექტორებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, დეკანებს დანიშნავს ვიცე-პრემიერი, ხოლო სტუდენტებს პირადად განათლების მინისტრი დანიშნავს. ეს არის კარგი.
ესე უნდა იყოს, ეს არის დამოუკიდებლობა უნივერსიტეტების. Ამ ინიციატივას ქართულ ოცნებაში გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და უთხესო ბატონი ბიძინაო, ეგ არასწორიაო. ეგ არასწორი იქნება, იმიტომ რომ რექტორს კანონით წესითო სამეცნიერო საბჭო ნიშნავს. მე რა უკაცო ბიძინამას თქვა, მე არ არის პრობლემა, კანონს ხო არ დავარღვევთ ჩვენ და რა ქვია, დანიშნოს სამეცნიერო საბჭომო. თვითონ ეს სამეცნიერო საბჭოს დავნიშნავ მეო თვითონ. დიდი ბოდიში თუ რამე წამოვწდა ეს. თქვენ რო აღბატებთ. ამ ინიციატივას სააკაშვილის დაუპირისპირდა და ამ კანონით კომუნისტების დროში ბრუნდებითო მე რა გიდათ ბატონო მიშა რას ერჩით სწორად ვითარდება ქვეყანა შევარდნაძის დროში ხო დავბრუნდით ახლა კომუნისტების დროში დავბრუნდებით და ასე ნელ-ნელა დავბრუნდებით დავით აღმაშენებლის დროს როცა საქართველო იყო ესე ერთიანი და მთლიანი აი ესე მე-12 საუკუნეში და მეტი რა გიდათ შვენიერი ამბავია ახლა ეს და უკან დაბრუნება რომელიღაცა კაი პერიოდს ხო დაემთხვევა რუსეთმა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა ქართული ღვინო დაიწუნა და გითხარო თქვენო ღვინის გაკეთება არ გწოდნიათო და ამიტომ ყურძენი მოგვეცითო ჩვენ თვითონ დავაყენებთო ღვინოს ყურძენი მოგვეცითო მოგვეცით კარგია გენაცვალე თქვენი მონები კი არა ვართ ჩვენ გადმოწიეთ კიდე საზღვარი დაკრიფეთ თქვენ თვითონ ჩვენ ვიკრიფოთ ეხლა ყურძენი კიდე მოგართვათ გზამზარეული რა ეგონათ ამათ Ну, Washington Post-ში დაიბეჭდა სტატია, სადაც აკრიტიკებენ ბიძინას და წერენ, რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშიაო. ახლა პრინციპში ჩვენ არ გვაინტერესებს რას დაწერენ ახლა Washington Post-ში და New York Times-ში და სადღაც ჯიბის რაღაც რომელიღაც ჯიბის გაზეთებში, კაცო. აქ ახლა მთავარია რას წერს ყველაზე ობიექტური და მიუკორძებებული ასავალ-დასავალი. ეს არის ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. Ну, ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა პრეზიდენტის არამიზნობრივი ხარჯების სია, რომელშიც ჩაწერილია, რომ სააკაშვილს ამერიკაში ორჯერ აქვს გაკეთებული ბოტოქსი. Ну, ნაციონალებმა თქვენსო ეგრე ბიძინასაც აქვს გაკეთებული. მე ბიძინასო თავის ფულით აქვს გაკეთებულიო, მე რა გინდა უნდა. Ну, ატყდა ერთი ამბავი რა. ამიტომ უნდა აგვერჩია გენაცვალე ნათელაშვილი. არანაირი ოპერაცია და არამიზნობრივი ხარჯი მაგას არ აქვს. ერთადერთი გლანდების ოპერაცია თუ ექნება ბავშვობაში გაკეთებული. სხვა რა უნდა ქონდეს ახლა ნათელაშვილს ისეთ. მე ვიცი რატომაც გაიკეთა სააკაშვილმა ბოტოქსი. ვიცი. პოლიტიკურად რომ ვერ მოახერხა გენაცვალე, ეხლა უნდა ფიზიკურად მაინც მოგვაწონოს თავი. მოკლედ ამ ბოლო პერიოდში ბოტოქსის სამყაროს კიდევ ორი ბუმბერაზი ადამიანი შეემატა პრეზიდენტი სააკაშვილი და ჩვენი დამლაგებელი თამრო ესეა რა ვქნათ პროკურატურამ დააკავა საგარეჯოს გამგებელი და ბრალად წაუყენა საბავშვო ბაღისთვის გამოყოფილი 80,000 ლარის მითვისება გადარეულები არიან თვითონ ბაღის ბავშვები ეცკოლუმპილებული ეცაო ესე ამბობენ მაპატიეთ ჩემმა სცენარისტებმა მაიძულეს ამ ხუმრობის ჩასმა არა და 80,000 იმხელა ფულია ძვირფასო მეგობრებო საგარეჯოში იმხელა ფულია რომ ბავშვი მარტო ბაღში კი არა მე-9 კლასამდე რჩება მშიერი აი ესეთი ამბავია ნუ მიხარია რომ დღეს საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია ძვირფასო მეგობრებო ეს ძალიან სასიხარულო ნაციონალების წევრი იქნება ეს თუ ოცნების წევრი ამას არ აქვს მნიშვნელობა ყველა თანასწორია კანონის წინაშე ხო გახსოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვედელიძე რომ დაიჭირეს ფარული ვიდეოების გავრცელებისთვის გახსოვთ ხო ო მე ხო დაუმძიმეს ბრალი 5,000 ლარიანი გირაუთი რომ გამოუშვეს ო ეხლა ისიც არ აკმარეს და მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის დასვენება ევროპაში ო აბა რა ეგოდა მაგას რომ აფცელებდა ეგეთ რაღაცებს ო ყველა მიცოდეთ კანონის წინაშე ყველა თანასწორია არა აქვს მნიშვნელობა ნაციონალები ატარებენ პრაიმერს პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლად ვისაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება იმას საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგენენ ხოლო ვისაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ის კი ამთავრებს ახლა 10 წლიან პრეზიდენტობას ამთავრებს ახლა ეს კაცი რა ვქნათ ნუ ნინო ბურჯანაძემ დაიწყო საარჩევნო კამპანია
როგორც იქნა მარგველაშვილს გამოუჩნდა ღირსეული კონკურენტი პრეზიდენტობისთვის, ღირსეული კონკურენტი მართალია ბიძინას თხოვნით, მაგრამ მაინც ღირსეული კონკურენტი. დიახ. ასე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს შეერკინებიან რკინის ლედი და პლასტელინის კაცი. ჩვენ შევხვდით დაბონის ბედი, გამონა ლეკეიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ